მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა უფალს. დღევანდელი დღისთვის ზიარებისთვისაც რაშიც მივიღეთ მონაწილეობა, ეს დიდი დამსახურება უფლისა და დღეს გადავწყვიტე ამ თემაზე ვისაუბროთ, რომ იქნება სხვებმაც გაიგონ და დაფიქრდნენ იმაზე, რომ ბიბლიური პრინციპით ღმერთი ჩვენგან როგორ შესაძლოა მოითხოვს. და არა მარტო ისეთებს, როგორიც დღეს შეიძლება 21 საუკუნის ქრისტიანულ სამყაროებში იყოს და რაც არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძირავებს, რასაც ქვია საკლავები, რასაც ქვია ის, რაც დღეს შეიძლება თუნდაც საქართველოს იყოს ჩართული და იღებდეს ამაში აქტიური მონაწილეობას, ბიბლია ძველ აღთქმაში ამას ამართლებს და ღმერთი ამას იწირავდა და ამას იღებდა ისე, როგორც ღმერთს უნდოდა. ლევიანთა წიგნში წერია ეს სხვების შეწირვები და შეგიძლიათ სახში გადაავალოთ თვალი, რომ როგორ იწონებდა და რას იწონებდა ღმერთი. მაგრამ შემდეგ ძველ აღთქმაშივე რჩეულმა ერმა ისრაელის ერმაც გადაუხვია გზიდან და დაიწყეს სხვანაირი სხვების შეწირვები. არა უფლის სადიდებლად, არამედ თავიანთი თავის და ხორცის დასაკმაყოფილებლად. და დღეს გრძელდება საუკუნეებია უკვე და დღეს 21 საუკუნეშიც არის შეწირვები, მაგრამ ის ახლოს კი არ არის ღმერთთან. ის ახლოს კი არ მიდის უფალთან. იმიტომ რომ უფლის სიტყვა ამბობს, რომ ძულს და მეზიზღება თქვენი საკლავები, თქვენი ხარები, რადგან არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ უფლის სახელი განდიდეს. და დღეს შეიძლება შევხვდეთ ჩვენ წუთისოფერში, რომ ეგეთი გამონათქვამებს, რომ ღმერთმა შემისმინოს შემithხოვნა და მე მას აღვთქვავ, რომ რაღაც ან ცხვარი, ან ძროხა, ან რაღაც სხვები შევწირო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი რაღაცას მოელის ღმერთისგან, რომ ღმერთს მერე აამოს და ის ღმერთთან არ მიდის. ის რაც კი არ ემსახურება ღმერთის სახელის განსადიდებლად, ყოველთვის ემსახურება ბოროტს. და ისევე ვაკითხვა, რომ დღეს როგორც ქრისტიანები, როგორც ქრისტეს წარმომადგენლები, როგორც 21 საუკუნეში მცხოვრები მოწმუნეები, რას ითხოვს ღმერთი? და შეიძლება ვიფიქროთ, რომ რახამე ღმერთი ამ შესაჭირავს არ იღებს და არ იწირავს, ღმერთმა გააუქმა სხვებს შეწირვები. თუ ადამიანი ესე ფიქრობს, ის პიროვნება არასწორია. იმიტომ რომ ღმერთს დღესაც სჭირდება სხვებს შეწირვები, მაგრამ არა იგეთ ფორმატში, როგორც ფორმატში იყო ძველ აღთქმაში. დღეს ღმერთს გაცილებით სხვა რამე უნდა. ესაიას წიგნში წერია, რომ თვით იესო ქრისტეზე, რომ ის მიჰყავდათ როგორც კრავი, მაგრამ ის დუმდა როგორც კრავი პარსელის წინაშე. ანუ თავარი შესაჭირავი იესო ქრისტეს სახით უკვე შეწირულია. 2000 წლის წინ შეეწირა. და დღეს ჩვენგან ითხოვს უფალი, რომ ჩვენ შევწიროთ მას. არა ისე, როგორც თვითონ ის შეეწირა. თუმცა პირველი საუკუნიდან მოყოლებული იყვნენ მოწმუნეები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს წირავდნენ ამფითეატრებში, ლომების წინაშე, მაგრამ დღეს უფალი ჩვენგან ამას არ ითხოვს. ღმერთი გაცილებით სხვა რამეს ითხოვს და პავლე მოციქულის წერილი წერს რომში ყოფ ეკლესიას. რომში დაბადებული უკვე ქრისტეს სხეულის დაბადებული ეკლესია. და რომი პირველ საუკუნეში, როგორც ვიცით და როგორც ბიბლია გვაუწყებს, იყო უდიდესი იმპერია. იყო ძლიერი იმპერია, სადაც რომელსაც მთელი სოფლიო გაგებული ჰქონდა მისი სიძლიერეში. ამავე დროს იმ მომენტში ყოფილი რომში იყო ასევე მრავალი კერპთახვანისმლობა. იყო ასევე სხვებს შეწირვები, მაგრამ ისინი არ ემსახურებოდა ღმერთს. არც კი უახლოვდებოდა ღმერთის ადიდებლად. მაგრამ დღეს პავლე მოციქული წერს, ვკითხულობთ უკვე ამ წერილს, უკვე არამედ მარტო რომში პირველ საუკუნეში ყოფ ეკლესიას, არამედ დღეს 21 საუკუნეში ყოფ ეკლესიებს, რომ დღეს ამ საუკუნეების შემდეგ დღესაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს შეწირვას. მაგრამ არა ცხვარს და არა იგეთ საკლავებს, როგორც დღეს შეიძლება წუთისოფერში წირავდნენ. და მოდით წავიკითხოთ, ეს არის პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ მე-12 თავის პირველივე მუხლიდან, სადაც წერია: ამრიგად შეგაგონებთ ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ წმინდა ღვთის სასურველ სხვერპლად.
რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება და ნუ მიესაბამებით ამ წუთის სოფელს არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება კეთილი სასურველი და სრულყოფილი აი იქ უნდა ცოტა ხანი შევჩერდეთ და აქ არის საუბარი ძვირფასებო პავლე მოციქული ამახვილებს ყურადღებას რომ დღე იმ მომენტში უკვე ღმერთი სხვა შესაჭირავს ითხოვს და ეს სხვა შესაჭირავი არის არა საკლავი არამედ თითოეული ჩვენი თავები იმიტომ რომ დღეს ჩვენ და რომში ყოფი მოწმუნეებმა უკვე აღიარეს უფალი იესო ქრისტე უკვე გადადგეს ნაბიჯი რომ მისი წარმომადგენლები იყვნენ დღეს ჩვენც გადადგმული გვაქვს ნაბიჯი რომ მისი წარმომადგენელი ვიყოთ ამ წუთის სოფელში მაგრამ დღეს უფალს სურს რომ ჩვენც ვიყოთ როგორც შეწირულები მის მიმართ და პავლე მოციქული ამბობს ამრიგად შეგაგონებთ ძმებო ღვთის წყალობით რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ წმინდა ღვთის სასურველ სხოებლა ანუ ღმერთისთვის მისაღები სხოები არის ჩვენი თავები რომ ჩვენი ცხოვრება შევწიროთ მას ჩვენი გონება შევწიროთ მას ცოცხალ და წმინდა სხოებლად უფლისთვის წმინდა სხოები არის ჩვენი თავები იმიტომ რომ მან ამისთვის გაიღო ის სხოები 2000 წლის წინ მაგრამ ისმება კითხვა რომ დღეს მოწმუნეები ქრისტიანები რომლებიც ამობენ სიტყვით და ის რომ მე დიახაც მე ქრისტიანი ვარ როგორ ვწირავთ ჩვენ თავებს როგორ მიგვაქვს ჩვენი თავები უფლის ტახტთან მაგრამ მეორე მუხში წერია და ნუ მიესაბამებით ამ წუთის სოფელს არამედ შეიცვალენით გონების განახლებით პირველი ნაბიჯი ძვირფასებო არის ის რომ ჩვენ ქრისტესთან სიახლოვეში ვიყოთ ქრისტე იყოს ჩვენთან და ჩვენც მასთან ახლო ვიყოთ ეს არის რომ ჩვენი თავები პირველი ნაბიჯი რომ ჩვენი თავები გადავცეთ მას ცოცხალ სხოებლად მეორე ნაბიჯი ძვირფასებო არის ის ცოცხალი ქრისტიანის თვალსაჩინოება რომ ამ ნაბიჯთან გადადგმის შედეგად ჩვენი გონება იყოს შეცვლილი ჩვენი გონება იყოს განახლებული ქრისტიანის გონება არ უნდა იყოს შეცვლილი იესო ქრისტეს მიმართ და პავლე მოციქული ამბობს ნუ მიესაბამებით ამ წუთის სოფელს დღეს წუთის სოფელში რა შეიძლება დავინახოთ რა არის წუთის სოფელში ყველა ის შემოთავაზება რაც გვაშორებს ღმერთს ყველა ის შემოთავაზება რაც იმ წმინდა შესაჭირავსაც ღმერთი იწუნებს ჩვენი თავებიდან იყოს შებილწული ეს შეიძლება იყოს არასწორი აზრები, არასწორი მიდგომა, არასწორი დამოკიდებულება ღვთის ეკლესიასთან. მაგრამ ღვთის სიტყვა ამბობს, რომ ნუ შეესაბამებით ამ წუთის სოფელს, არამედ განახლებული გონებით ემსახურეთ მას. განახლებული გონებით იყავით მის წინაშე. დღეს 21 საუკუნის ქრისტიანობა მოწმუნეების შეიძლება იყოს ფორმალური სიარული ეკლესიაში, ფორმალური მოსვლა მსახურებს ისა ხადაგების მოსმენა მაგრამ იმის იქით ღმერთი გაცილებით მეს მოითხოვს ჩვენგან და პავლე მოციქული ამბობს რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება კეთილი სასურველი და სრულყოფილი დღეს რომ დავსვათ კითხვა მასშტაბურად ყველას გასაგონად რა არის ღვთისნება შეიძლება მოვისმინოთ რომ ღვთისნება არის რომ ადამიანი იყოს მოვიდეს ეკლესიაში. ღვთისნება არის რომ ადამიანი დღეში 4-ჯერ ლოცულობდეს. ან ღვთისნება არის რომ ადამიანი მივიდეს და ქველმოქმედებაზე რაღაცა სიკეთე გაუკეთოს. კი, ეს მოსაწონია უფლისთვის. მაგრამ თავარი რაც არის რომ ჩვენი თავები გადავცეთ ცოცხალ ღმერთს და ჩვენი გონება იყოს განახლებული, ეს არის უფლისთვის მისაღები და სასურველი და სრულყოფილია. და დღეს ადამიანების უმეტესობა ქრისტიანობის მოწმუნეების უმეტესობა შეიძლება მოვდიოდეთ ეკლესიაში, ვესწრებოდეთ ეკლესიაში, მაგრამ ჩვენი გონება არ იყოს განახლებული. ანუ ჩვენი გონება რჩებოდეს ისევ იქ, სადაც ვიყავით წლების წინ, ისევე როგორც იყო რომის ეკლესიაში. იმიტომ რომ რომში მყოფი ეკლესიაში მოწმუნეები შეიძლება მოდიოდნენ, ისმენდნენ, ლოცულობდნენ, შეიძლება რაღაც ქველმოქმედებასაც აკეთებდნენ, მაგრამ ის დიდი ზეგავლენა, რასაც ქვია რიტუალები, ისევ შეიძლება რჩებოდნენ. დღეს შეიძლება 21 საუკუნის მოწმუნეებშიც ის ძველი რიტუალები რჩებოდეს თითოეულ ჩვენგანში. მაგრამ უფლის სიტყვა ამბობს პავლე მოციქულის მეშვეობით, რომ თქვენი გონება განახლდეს უფლის წმინდა ჭერილის შუქზე. თქვენი გონება იყოს უფალი იესო ქრისტეს ძალით, მადლით განახლებული. და მე არის ის მესამე ნაბიჯი, რაც არის მნიშვნელოვანი ეკლესიისთვის და თითოეული მოწმუნისთვის დღეს 21 საუკუნეში, პირველი საუკუნიდან მოყოლებული. და პავლე მოციქული ამბობს, რომ აგრძელებს, ჩემთვის მოცემული მადლით
ვეუბნები ყოველ თქვენგანს. თქვენს თავზე იმაზე მეტად მოიფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ. არამედ იფიქრეთ საღად იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს. არა ხუცეს, აქ მინახაზი გაუსვა. არა დიაკვანს ამსახურს, არამედ თითოეულ თქვენგანს გიწილადათ. ანუ ყველას თითოეულ ჩვენგანს უფალმა გადმოგცა ჩვენ ის მნიშვნელოვანი მადლი, რა მადლიც დღეს აქტიური ფაზაშია და მოქმედებს. მაგრამ თავარი ამისთვის არის, რომ პავლე მოციქული ამობს, რომ ჩემთვის მოცემული მადლით, ის მადლი, რაც დამასკოს გზაზე შეეხო მას. ამობს, რომ ჩემი მოცემული მადლით შეგაგონებთ თქვენ, რომ თქვენ თავებზე არ იფიქრობთ იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ. დღეს ადამიანების უმეტესობა და სამწუხაროდ ვამბობ ამას გულის ტკივილით, ეს დამოკიდებულება უკვე ეკლესიაში შემოვიდა იმ კუთხით, რომ ადამიანები უკვე თავის თავზე იმაზე მეტად ფიქრობენ, ვიზრე უნდა ფიქრობდნენ. და ეს უკვე აისახება ეკლესიაზე, აისახება ქრისტიანულ ცხოვრებაზე, აისახება შეწირულობაზე, რაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს. ადამიანისთვის ადვილი არის ადამიანს გული ატკინოს. ადამიანისთვის ადვილი არის სახურება გააცდინოს. ადამიანისთვის ადვილი არის რომ რაღაცა თქვას, რომ არა უშავს მე დღეს არ გამომივიდა, იმიტომ რომ ჩემი თავი ვერ მოვთუქე, იმიტომ რომ ჩემი თავი არ არის იმ სულიერ მდგომარეობაში. მაგრამ პავლე მოციქული გაცილებით მეცეუბნება რომში ყოფ ეკლესიას და ეს უკვე თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის უფასებო, იმიტომ რომ დღეს თითოეული წერილი ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, ჩვენთვის დაიწერა, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთები, როგორც ღმერთს უნდა, რომ ეს მაგალითები, რაც წინა საუკუნის ეკლესიებში ხდებოდა, დღეს ნაკლებად ხდებოდეს. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ნუ იფიქრებთ იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ და როგორ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ თავებზე. რაში გამოიხატება ჩვენ თავებზე ფიქრი? კაი მანქანა, კაი სამსახური, კაი შესაძლებლობა, უზრუნველყოფა ამ ცხოვრებაში? ეს არის წუთისოფლისა. ეს არის რაც წუთისოფელი გვთავაზობს და ადამიანის უმეტესობა ქრისტიანი შეიძლება თქვას, რომ ამის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ეგეთას. ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს უფლის ძალით და უფლის ნებით, რომ უფალი ერეოდეს და აგვარებდეს ჩვენ პრობლემებს. ადამიანები ხშირად შეიძლება ვთქვათ, რომ აბა რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო, მაგრამ ვილოცეთ ამ საკითხზე, ვილოცულოთ, რომ უფალი ჩაერიოს და იმ კუთხით, რომ მოაგვაროს თითოეული პრობლემა. ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავები მას გადავეცით. ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავები მას უთხრით, რომ უფალო, მე მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში შენ იყო და შენ მართო ჩემი ცხოვრება. ეს გავაკეთეთ, როცა შეიძლება მოვინანიეთ. ეს გავაკეთეთ, შეიძლება როცა მოვინათლეთ. მაგრამ ხშირად შეიძლება ეს პირობა გვავიწყდება. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, ასევე ჩვენ მრავალი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთმანეთისთვის ასონი და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი ჩვენთვის მოცემული. თუ ქადაგება ეს მე ჩამოვთვლით ამ ნიჭებს, მაგრამ თავარი არის ის, რომ უფლისთვის, იესო ქრისტესთვის, იმ უდიდესი სხვეპრის შედეგად, რაც მან ჯვარზე გაიღო, გაცილებით სხვა რამეს მოითხოვს ჩვენგან. რომ ჩვენ სხვადასხვა პიროვნებების, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა შეხედულობების უფალმა ჩვენ გაგვაერთიანა და ერთ სხეულად შევკრა, სული წმინდის სახით. ჩვენ უფლის სხეული ვართ, მაგრამ დღეს როგორც პირდაპირ გაგებით ადამიანის სხეული განიცდის, როცა შეიძლება ხიჭი შეგვეჭვას, შეიძლება როცა რაღაცა დაგვიზიანდეს, აფეხი გადაგვიბრუნდეს და იმ ფეხს ვეღარ ვიყენებდეთ. მთელი სხეული წუხს, მთელი სხეული განიცდის. და იმით უადარებს უფალი ისა პავლე მოციქული, რომ სხეულს ქრისტეს ეკლესიას, რომ ჩვენც უნდა ვწუხდეთ თითოეულ ჩვენგანზე, უნდა განვიცდიდეთ. თუ ადამიანი დღეს ეკლესიაში არ არის, შეიძლება თვეები გაგრძელდეს და ეკლესია არც კი დაინტერესდეს მორწმუნე, რომ არ არის ეკლესიაში. შეიძლება შევეკითხოთ ის და ან ძმა, რატო არ არის ეკლესიაში? არ ვიცი. არადა ერთი სხეულია ეკლესია. უფალმა რო წავიდა ამაღდა და როცა დაბრუნდა მამაღმერთთან, ძალიან დიდი დავალება დაავალათ.
თითოეულ მოწმუნეს და თითოეულ ჩვენგანს. დღეს გვეუბნება, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანზე ვიზრუნოთ. ეკლესიაში იყოს ერთი სხეულით იყოს შეკრული. ეკლესიაში სული წმინდის ძალაუფლება იყოს და სული წმინდა მოქმედებდეს. მაგრამ დღეს ხშირად სამწუხაროდ ეკლესიაში შეიძლება იყოს ას და სხვადასხვაობა. შეიძლება იყოს დაყოფები ეკლესიაში. შეიძლება იყოს ძალაუფლებების გამოვლინება ეკლესიაში. ღმერთს ეს არ უნდა. ღმერთს ეს ძულს. ეგეთ ადამიანი შეიძლება წლები დადიოდეს ეკლესიაში და ამ პრინციპებით იყოს და მიზეზი იცით რა არის ეს? მიზეზი არის რომ მისი გონება განახლებული არ არის უფალი იესო ქრისტეში. შეიძლება შეიცვალა, მაგრამ არ ახლდება ყოველდღიურად. და პავლე მოციქული ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჩვენი შეწირულობა ღმერთის მიმართ არის ჩვენი თავები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მსახურება ეკლესიაში. და ეხლა არის ის ნიჭები, რასაც წავიკითხავთ, რომ ჩვენი გონება თუ არის განახლებული უფლის წმინდა წერილის შუქზე, ჩვენი ცხოვრება თუ არის შეწირული ცოცხალი უფალი იესო ქრისტეს, უფალი გვაძლევს მადლის მეშვეობით. რაც ეს არ დაუმსახურებელი საჩუქარი გვებოძა თითოეულ ჩვენგანს მადლის მეშვეობით. ამასთანავე გვაძლევს ნიჭს. შეიძლება ვთქვათ, რომ აბა მე რა გავაკეთო ეკლესიაში? ვლოცულობთ ამ საკითხზე. ვევედრებით უფალს, რომ უფალი დაგვეხმაროს, გვაპოვინოს ჩვენი მსახურება ეკლესიაში. და პავლე მოციქული ამბობს, რომ სხვადასხვა ნიჭი, თუ მსახურებაა მსახურებაში, თუ მოძღვრებაა მოძღვრებაში, თუ გამამხნევებელია გამხნევებაში, თუ გამნაწილებელია უბრალოებაში, თუ წინამწყოლია სიბეჭდეში, დამწყალობელია მხიარულობაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში იყოს. ეს მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიას გააჩნდეს ეს ნიჭი. ეკლესიაში ეს მსახურებები იყოს. ადამიანები ამ მსახურებით ემსახურებოდნენ ცოცხალ ღმერთს. მაგრამ ხშირად შეიძლება რა მსახურებებზეა საუბარი. მოწმუნეებს შეიძლება ეკლესიის დალაგება ეზარებოდეთ. ეკლესიის დალაგებაზე ამობდნენ უარს, რომ მე რო ცოცხი ავიღო, ჩემზე მოწმუნეები რას იფიქრებენ. მაგრამ ის კითხვა, რომ ღმერთს ეს მოწონს. ღმერთი იწირავს ჩვენს გულს და ჩვენი მსახურებას ისე როგორც მას უნდა. მე კიდე მინდა გავიმეორო ამას ვამბობ გულის ტკივილით, იმიტომ რომ ეკლესიებში ეს უკვე ჭარბობს. ეკლესიებში ის მსახურება კარგავს იმ ძალას, რა მსახურებას უნდა იყოს ეკლესიაში. ის სიწმინდე, ის მოწიწება, რაც ეკლესიაში უნდა იყოს. ხშირად მესმის ხოლმე წინაზეც ავთქვი, რომ 90-იანი წლების დროს სხვა დამოკიდებულება იყო, სხვა ენთუზიაზმი იყო, სხვა ურთიერთობა იყო ერთმანეთის მიმართ, პატივისცემა მსახურების მიმართ, მსახურების მხრიდანაც დიდი პატივისცემა თითოეული რიგითი წევრის, ეკლესიის წევრის მიმართ. ხშირად მესმის ეს, მაგრამ ერთ-ერთ მოწმუნეს ასაკით უფროს, მან მითხრა ეს გულის ტკივილით თქვა, მაგრამ მას უთხარი და ეხლა ეკლესიის წინაშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. ადამიანები მიიტვირივათ იმ დროს რა დროც იყო. იმ ურთიერთობას რა ურთიერთობაც იყო. და როცა ვეკითხებით შეიძლება ვთქვათ ის სხვა დრო იყო. მაგრამ უფლის ეკლესია იყო, უფლის ეკლესია არის და უფლის ეკლესია იქნება სანამ უფალი ინებებს. მაგრამ ის ურთიერთობები რჩება ეკლესიებში? სამწუხაროდ არა. და ისევე ვაკითხვა, რომ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით შემოქმედ ღმერთს იმას, რომ ეკლესიებში დაბრუნდეს ის სითბო და ის სიყვარული, ის ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ, ის მიტევება ერთმანეთის მიმართ, რაც ეკლესიებში უნდა იყოს. თავარი რაც არის, ადრე ერთ-ერთი ძმისგან მოვისმინე, როცა რამდენიმე წლების წინ ეკლესიაში როცა მოწმუნეები მოდიოდნენ და სანამსახურება დაიწყებოდა, ეკლესიაში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. იმიტომ რომ ყველა ამზადებდა თავის გულს, თავის გონებას მსახურებისთვის, უფლისთვის, უფლის სახელის განსადიდებლად. და მომეწონა, რომ როგორი მოწიწებით იყვნენ მოწმუნეები რამდენიმე წლების წინ, მაგრამ დღეს ეკლესიაში როცა ადამიანები მოვდივართ, რა მომზადება?
საუბრობთ იმაზე, რომ მთელი კვირის მანძილზე ვინ რა სად ემუშავა, ვინ რა გააკეთა, ვინ როგორ დაიღალა და ვინ როგორ რა განსაცდელი აქვს. ეს უნდა ღმერთს. ამაზე ვლოცულობთ ყოველ დღე, რომ ეკლესია გაძლიერდეს. დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ და ვიფიქროთ, ვილოცოთ, შევევედროთ ღმერთს იმაზე, რომ ღმერთმა თავისი სიტყვა და სიყვარული ეკლესიაში ის ურთიერთობა დააბრუნოს. და ვეძებთ აი იმ ძმაში, იმ დაში არ არის ის და რაღაც მიუტევებელია, ის ბოროტია, უხეშია. ყოველთვის შეიძლება მოწმუნემ შევხედოთ სხვას. მაგრამ ჩვენ თავებს უყურებთ, როგორები ვართ. ჩვენ თავებში ვიხედებით, რომ ჩვენი მსახურება და ცხოვრება ყოველი კვირის მსახურების შემდეგ როგორია. და პავლე მოციქული ამბობს, რომ რაც თავარია, მერე უკვე ეს არის მეოთხე ნაბიჯი, რასაც გადადის და ეს არის რაც ეკლესიას უნდა კონდეს. თუ ეს ეკლესიას არ აქვს, ეკლესია ის ცოცხალი ორგანიზმი აღარ არის უკვე. ეკლესია კარგავს იმ ძირითად ფუნქციას და სახეს. და რა არის ეს თვისებები? მე-9 მუხში გძელდება სიყვარული წფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკედლეთ კეთილს. ძმათ მოყვალეობაში ერთმანეთისადმი. გულთბილი სიყვარულით, პატივისცემით ერთმანეთს დაასწარეთ. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს. აი ეს ჭირდება ეკლესიებს. აი ეს ჭირდება დღეს ეკლესიას, რომ ეკლესიებში იყოს. და პავლე მოციქული აგრძელებს და იწყებს, რომ სიყვარული წიფელი იყოს თქვენში. დღევანდელ მოწმუნეებში არის წიფელი სიყვარული. სუფთა გულით სიყვარული. სუფთა გულით ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ. ადამიანება შეიძლება ერთმანეთს გაუცინოთ და გულის სიღრმეში ღვაწლი და ცუდი დამოკიდებულება იყოს ეს. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ სიყვარულით წფელი იყოს თქვენში, თქვენს მიმართ. რომ დავსვათ კითხვა, უფალი გიყვარს, რა თქმა უნდა გიყვარს. რო ვთქვათ, რომ მოყვასი გიყვარს, რა თქმა უნდა გიყვარს. მაგრამ როგორ აისახება საქმეში. პავლე მოციქული აგრძელებს და გძაგდეთ ბოროტი და მიეკედლეთ კეთილს. ეს უნდა იყოს ყველა ქრისტიანში. არა 30 წლის მოწმუნეში, არა 90-იანი წლის მოყოლებულ მოწმუნეში, უფალი ამას მოითხოვს ყველა მოწმუნისგან. რომ ჩვენ სიკეთისკენ უნდა ვიაროთ. ჩვენ ბოროტებამ არ უნდა დაგვაკარგინოს ის სიყვარული, რაც უნდა ღმერთის მიმართ გქონდეს თითოეულ მოწმუნეს, თითოეულ ქრისტიანს. არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდაა ეს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკიანია, უფალში ასაკი არ არის. უფალში არის წმინდა ცხოვრება, მიზღნა და შეწირულობა. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ძმათ მოყვარეობაში ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით და პატივის ცემაში ერთმანეთს დაასწარეთ. ხშირად ამ ჩამონათვალში კი არ ვასწრებთ ერთმანეთს. სამაგიეროს გადახდაში. ერთი მითხრა, ორი უნდა უთხრა. არ მომისმინა, არც მე არ მოусმენ. არ მომიკითხა, არც მე არ მოვიკითხავ. და ძვირფასებო, იცით ეს დამოკიდებულება რისკენ მოქმედებს და მუშაობს? ჩვენი საერთო მტერისკენ. და იცით რა არის მის მიზანი? რომ ეკლესიები დაინგრას, რომ ეკლესიებში ის დამოკიდებულება აღარ იყოს. ეკლესიებში ის დამოკიდებულება გაცამტვერდეს. ბოროტს ეს უნდა. და ნაწილობრივ სამწუხაროდ ის ამას აღწევს. შეიძლება ვთქვათ, ვისი მეშვეობით, აი იმ სხვადასხვა პიროვნებების მეშვეობით, შეიძლება ჩემი მეშვეობით, შეიძლება ჩვენი მეშვეობით შემოდიოდეს ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ჩვენ გადავდგით ნაბიჯი უფალი იესო ქრისტესკენ და რომ ვაღიარეთ და მის ცხოვრება ჩვენ მის გადავეცით, უნდა გვახსოვდეს გონებით ყოველ წუთს, რომ ჩვენ თავებს აღარ ვეკუთვნით. ჩვენ გადავეცით ჩვენი თავები ცოცხალ შემოქმედ ღმერთს. არამედ გავხდით ეკლესიის სხეულის ნაწილები. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ადრე ბევრჯერ მომისმენია, რომ 90-იანი წლების დროს
ერთ სოფელში თუ არ იყო ეკლესია, სხვა სოფელში მიდიოდნენ. ან ერთ ქალაქში თუ არ იყო ეკლესია, სხვა ქალაქში მიდიოდნენ. ეს ენთუზიაზმი იყო ცოცხალი რწმენი და უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე. მაგრამ დღეს უამრავ სოფლებში არის ეკლესია. უამრავ სოფლებში, ქალაქებში არის ეკლესია, მაგრამ ადამიანების ფეხითაც კი აღარ უნდათ რომ მივიდნენ. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ იბეჭდეთ და ნუ დაიღლებით. პავლე მოციქული აგძელებთ, სულით აღეგზეთ, ემსახურეთ ერთმანეთს. ემსახურეთ უფალს. შეიძლება დღეს ვიღაცამ გთხოვოს ერთი ჭიქა წყალი მომაწოდე რა. მოიცა რა, ხო შეგიძლია ადექი მიდი და აიღე და დალია. აი ეს დამოკიდებულება, ეს ხო უბრალოა. ეს ხო ელემენტარულია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ამით უკვე ღმერთს უგულებელყოფთ. ამით უკვე შეურაცხყოფას ვაყენებთ. და მე შეიძლება დაისვას კითხვა, ეკლესიაში აღარ არის სიყვარული. სიყვარული ჩვენგან უნდა იწყებოდეს. სიყვარული ჩემგან უნდა იწყებოდეს. მე თუ მიყვარს ნებისმიერი აქ მყოფი დარბაზში, განა უნდა იმ პიროვნებისგან ველოდებოდე. მე უნდა გამოვხატო და გამოვავლინო ჩემი სიყვარული მის მიმართ, უფალი იესო ქრისტეს სახელით. და პავლე მოციქული ამბობს, რომ იხარეთ იმედში, მომთმენი იყავით გასაჭირში, ლოცვაში ურყევნი. დღეს ყველაზე დიდი იარაღი მოწმუნს არის ლოცვა. ის ძალაუფლება, რაც უფალმა იესომ გადმოგცა თითოეულ ჩვენგანს და პირველ საუკუნეში მყოფ ეკლესიას. ლოცვითი ძალაუფლება. ადამიანები ამას ვიყენებთ. ეს გავს იცით როგორ დამოკიდებულებას. ადამიანს როცა ან ომში, ან ჯარში აძლევენ იარაღს და ის იმ იარაღს აიკიდებს და დადის მთელი ეს ომის დროს სანამ არ დამთავრდება. არც იყენებს. აი შეიძლება როცა მომენტში დაჭილდეს, აიღოს, ცდილობდეს რომ გაისროლოს და ის იარაღი არ იყოს უკვე განახლებული, მასში არ იყოს ტყვია, ის არ იყოს საბრძოლო მომზადებული. აი ეს არის ლოცვა. ადამიანების ხშირად შეიძლება ჩვენ ლოცვითი იარაღი არ გქონდეს ყოველთვის მზადყოფნაში. ის ძალაუფლებას არ ვიყენებდეთ, რაც იესომ გადმოგცა და გადმოსცა ეკლესიას. და პავლე მოციქული ამბობს, იყავით ლოცვაში ურყევნი. თქვენი ლოცვა იყოს მუდმივი, ცოცხალი, სუფთა გულით. და ამბობს, რომ ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, ილოცეთ და უწყევლით. და ხშირად შეიძლება მდევნელებზე კი არ ვილოცოთ. და შეიძლება ადამიანმა მდევნელი კი არ წევლოს. თავისი მოყვაში დაწყევლოს. თავისი სულიერი და ძმა დაწყევლოს. და ეს ქრისტესთან ახლო არის. ქრისტეს ეს მოწონს. ამ პროცესში რომ მოვიდეს უფალი იესო ქრისტე მზად არ შეხვდე. და პავლე მოციქული ამბობს, რომ მოხარელებთან იხარეთ და მტირალებთან იტირეთ. ერთსულოვანი იყავით ერთმანეთში, ქედმაღლული ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. აი ეს შეიძლება ჭარბდეს ეკლესიებში, რომ ჩვენი თავი ბრძენი გეგონოს. მე სასწავლებელი დავამთავრე, მე ამდენი ხანი მოწმუნე ვარ, მე ამდენი ხანია ეს პიროვნებას ვიცნობ. 90-იანი წლებიდან იმდენი რამე გადავიარეთ, აი თქვენ ახალგაზრდები ხართ, არაფერი არ გაგეგებათ. მაგრამ აქ ის კი არ არის ვინ რა გაიარა. ეს კაია, ისტორიაა, სამაგალითოა ჩვენს სასწავლებლად. მაგრამ თავარი არის ის, რომ დღევანდელი სულიერი მდგომარეობა და სიწმინდე ღმერთის მიმართ როგორია. დღეს უფალს აღარ სჭირდება, როგორც თავიდანვე თქვით, ის რაღაც რიტუალები. ღმერთს დღეს გაცილებით მეტი ჭირდება ჩვენგან და უფალი ამ ერთსულოვანი იყავით ერთმანეთში. ეს ჩანს მოციქულთა საქმეების მეორე თავში 51 მუხრიდან. იქ სადაც წერია, რომ ეკლესია ერთად იყო, ყველაფერი საერთო ჰქონდათ. საერთო საბათს ყიდიდნენ და ერთმანეთს უნაწილებდნენ. რატო აკეთებდნენ ამას? იმიტომ რომ ეს ამ მუხლი მათზე იყო მიმაგრებული. იმიტომ რომ ერთ სულში იყვნენ, სული წმინდა მოქმედებდა თავისი ძალაუფლებით. და მოციქულთა საქმეების ამ მუხლებში წერია, რომ უფალი ყოველდღე მატებდა მათ რიცხვ დახსნილებს. დღეს ეკლესიები იზრდება? სამწუხაროდ არა. გვერდში ჩვენს გვერდზე სკამები და პირიქით ცარიერდება. იმიტომ რომ ერთსულოვნება არ არის ერთმანეთში. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაცაზე კრიტიკა მაქვს, ან ვიღაცას ვაკრიტიკებ. პირველ რიგში ამას ჩემ თავზე ვამბობ, რომ ჩვენ თავებიდან დავიწყოთ გამოსწორება,
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დაუბრუნოთ უფლის ძალით, უფლის მადლით ეკლესიას ეკლესიის სახე. კარგავს ეკლესია ეკლესიის სახეს. ადრე ერთ-ერთი პიროვნება ამბობდა, რა საჭიროა ეკლესიაში მისვლა, კაცო, ვილოცებ სახში და წავიკითხავ. ერთი თვე გააკეთებდა ეს. მეორე თვე ის ეკლესიაში აღარ მოსულა. დღემდე ის ეკლესიაში აღარ მოსულა. იმიტომ რომ ერთი სული აღარ არის. ერთი აზრი და ერთი გონების განახლება აღარ არის. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ერთსულოვნად იყავით ერთმანეთში, ქედმაღლული ფიქრები ნუ გექნებათ. მურავის მიაგებთ ბოროტის წილ. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენი მხრივ შესაძლებელია. ყველა ადამიანთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ყველასთან. მოწმუნეა თუ უწმუნოა ყველასთან. მაგრამ ხშირად მოწმუნეები ეკლესიაში გვიჭრის ეს. ეკლესიაში მოწმუნეების მიმართ გვიჭრის, რომ კაი ურთიერთობა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანს შეიძლება წლების მანძილზე ღვაწლი ჰქონდეს გულში. და პავლე მოციქული ამხენებებს ეკლესიას, ეუბნება მითითებებს უფლის მადლით და სულიწმიდის ძალით, რომ ეკლესია გამოვიდეს ამ პრობლემიდან. და დღეს ეს უკვე საყოველთაო წერილებია. დღეს უკვე ჩვენ გვეუბნება, რომ თუ რომელიმე ეკლესია მოწმუნე ამ მდგომარეობაში არის, დაფიქრდეს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. და ამბობს, რომ სულს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელი ნუ არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია, ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააფურე იგი, თუ წყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხებს აგროვებ მის თავზე. განაუნა იმიტომ გავაკეთოთ ეს, ანუ იმიტომ უთხრა, თუ არა მე შენ არ დაგეხმარები. ხშირად ადამიანის პრინციპი და ბუნება როგორია, როცა რაღაცა შეცდომას უშვებთ, ჯერ უნდა უთხრათ, ჯერ უნდა უსაყვედუროთ, ჯერ უნდა ისევეთი 10 ჯერ დავაგდოთ სულიერად და მერე უთხრათ, რომ აი ეს თუ გინდა მოდი დაგეხმარები. ეს არის ადამიანის პრინციპი. ქრისტეს პრინციპი სხვა არის. ქრისტეს პრინციპი, როცა 30 წლის მანძილზე დადიოდა დედამიწაზე, უამრავი ადამიანი დაეხმარა, უამრავი ადამიანი განკურნა, უამრავ ადამიანისგან განდევნა ბოროტი ძალები, მაგრამ მისი პრინციპი სხვა იყო. ჯერ ეკითხებოდა, რა გსურს რომ გაგიკეთო, მერე ეუბნებოდა შენი რწმენის ნაბერ მოგეგოს და მერე ეუბნებოდა წადიდან უღაშის ცოდო. ეს სამი პრინციპია ქრისტიანის, ცოცხალი ქრისტიანის ატრიბუტი უნდა იყოს. როცა მოყვას ეკლესიის წევრს სჭირდება დახმარება, უნდა უთხრათ, რა გსურს რომ გაგიკეთო. თუ ლოცვითი საკითხია, უნდა ვილოცოთ და ისა, რომ უთხრათ, რომ შენი რწმენის ნაბერ მოგეგოთ ლოცვაშიც. და თუ გამოსწოდა და ფეხზე დადგა და გამხნევდა, უნდა უთხრათ, წადიდან უღაშეს ცოდა. და გახსოვდეს, რომ შეიძლება ხვალე მე ჩავარდი ამ მდგომარეობაში და შენი იმედი უნდა მქონდეს. აი ეს არის ეკლესიის ძალა. აი ეს არის ეკლესიის ძალა უფლება. მაგრამ დღეს ეკლესია კარგავს თავის სახეს. მე ბევრჯერ ვიმეორებ სხვადასხვა პიროვნებებთან, სხვადასხვა ეკლესიებში, იმიტომ რომ მაწუხებს ეს ტკივილი. იმიტომ რომ ყოველთვის შეძუწუნებული ვარ, როცა ეკლესია ის ფუნქცია აღარ აქვს. და პავლე მოციქული ბოლოს 21 მუხში ამბობს და ეს არის დასკვნა იმისა, რომ ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ყოველთვის გვახსოვდეს და გვახსოვდეს პირადად მე სად ვიყავი, სანამ მე შეხვდებოდი და სად ვარ დღეს, როცა უფალს შეხვდი. საიდან სად დამაყენა, საიდან სად გადმოგვიყვანა, საიდან სად ამოგვიყვანა და როგორ გავწმინდა და როგორ გაგვასუფთავა, როგორ შეცვალა ჩვენი გულები, როგორ შეცვალა ჩვენი გონება, როგორ შეცვალა ჩვენი ამბიციები. და 21 მუხში წერია, არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ ძლია ბოროტ სიკეთით. რატო ამოს პავლე მოციქული ბოლო მომენტში ამას? რატო მიმართავს ამ სიტყვებით ეკლესიას? არ გძლიოს ბოროტმა, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურია, იმიტომ რომ ეს ყოველწამიერია, იმიტომ რომ ეს ყოველ გონების მოქმედების ფსიქოლოგიური ის არის. და წერია, არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ ძლია ბოროტ სიკეთით.
ჩვენ ძმებს, უფრო ძმებს ხშირად უყვართ ხვები ამ გამონათქვამი, ამ ტერმინის გამონათქვამი, რომ ადამიანები ხშირად შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მანქანებში, ეჯიბრებოდნენ ვის რამდენი როგორი დიდი სახლი აქვს, ან ეჯიბრებოდნენ იმას ვის რამდენი ხელფასი აქვს წლიური, მაგრამ არავინ არ ეჯიბრება იმაში სიყვარულში. არავინ არ ეჯიბრება ერთმანეთში რომ სიყვარულში დაასწროთ. დავასწროთ ერთმანეთს. და პავლე მოციქული ზუსტად ამას მოუწოდებს ბოლოს ეუბნება ეკლესიას, რომ არ აგძლიოთ ბოროტმა, არამედ ძლიეთ ბოროტე სიკეთით და სიკეთე შეუძლებელია სიყვარულის გარეშე. სიკეთე შეუძლებელია ღმერთის მიმართ სიყვარულის გარეშე. იმიტომ რომ ღმერთის მიმართ სიყვარული და მოყვასის მიმართ სიყვარული ანთებს ჩვენ გულებს, რომ ენთუზიაზმით ვაკეთოთ სიკეთე. ავანთოთ ჩვენი გულები, ავანთოთ ჩვენს გვერდში მდგომი გულები. დავანახოთ გულწრფელი სიყვარული, გულწრფელი სიხარული, გულწრფელი ზრუნვა ერთმანეთზე. ადამიანმა შეიძლება ერთმანეთს უთხრას, აი დაუ ძმაო, ილოცი რა, ჩემზე რაღაც კონკრეტული საკითხი მაქვს. შეიძლება გაუღიმოთ და უთხრათ, კი ძმაო, ან დაუ ვილოცებ. მიბრუნდეთ და გულში ვთქვათ, მოდი რა, ჩემი გამწირვებია და მე ჩემი თავზე ვერ მილოცია. ეს დიდი პრობლემაა. ეს არის დაფარული ცოდვა, რაც არ ჩანს. ეს არის ის მიმალული ცოდვა, რაც ბოროტს უნდა რომ იყოს მიმალული. და მე მსურს, ჩემი სურვილია, რომ ჩვენი გულები ავანთოთ ცოცხალი რწმენით, ცოცხალი სიყვარულით. უფალმა დაგლოცოს, გვაქურთხოს, მოგწეს ძალა, რომ ჩვენი დამოკიდებულება არ იყოს კვირაში ერთი დღით. ჩვენი დამოკიდებულება არ იყოს იმით, რომ მე ვიღაცას რაღაცაზე უნდა დავეხმარო. ჩვენი დამოკიდებულება იყოს ჩვენი ცხოვრებით შეწირულობა, ჩვენი გონებით განახლება, ჩვენი გონებით სიწმინდე ღმერთის მიმართ, ჩვენი გონებით, ცხოვრებით და ერთხეულში ყოფნის შენარჩუნება. იმიტომ რომ იესო ამობს, როცა დაბრუნდები პყუებ ღამე წმენასო, განაგარის წუთისოფლის ხალხზე ამობს. ეკლესიაში მყოფ მოწმენეებზე ამობს. რატო? იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ეკლესიაში იქნებოდა სხვადასხვაობა. მან იცოდა, რომ ბოროტი არ იმუშავებდა მაინც და მაინც ეკლესიებზე. და რომ ეკლესიები გახლიჩოს, დააგდოს, გაანადგუროს. რამდენ ქალაქებში, რამდენ სოფლებში აღარ არის ეკლესია. იმიტომ რომ ის ფუნდამენტი შეირყა, ის ფუნდამენტი დაინგრა. ამიტომ გისურვებთ და ჩემი სურვილი არის, რომ თითოეული ეკლესია, რომელიც ცოცხალი იესო ქრისტეს წმენაზე არის დაფუძნებული, მისი საძირკველი და ფუნდამენტი იყოს ცოცხალ წმენაზე, მის სიტყვაზე დაფუძნებული, არა პრაქტიკაზე, არა გამოცდილებაზე, არა სწავლაზე, არამედ იესო ქრისტეს ცოცხალ წმენაზე. იმიტომ რომ მას ვერც ერთი ძალა ვერ შეარყევს, ვერც ერთი ძალა ვერ დაარღვევს. და ერთხელ ამის ეხლა გამახსენდა, რაღაცაზე საუბრობ, კამათობდით, კაი გაგებით ძმები და ერთ-ერთმა ძმამ ესეთი კითხვა ის მითხრა, რომ და ეს ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის ჩამჩება. და სამაგალითო იყო და ჩემთვის იყო როგორც სულიერი, აი ესე ვთქვა, სულიერი სირარო შემოგატყნა გამოსაფხიზლებლად. და მან მითხრა, რომ ყოველთვის იყავი სიმართლისკენ. და ჭეშმარიტი მოწმუნე იქ დახვდება, ვისაც ღმერთის მოწიწება აქვს. და მე მინდა თითოეულ თქვენგანს უთხრა უკვე, ვიყოთ სიმართლისკენ, უფლის სიტყვის სიმართლისკენ და ყოველთვის შეხვდებით იქ. უფალმა დაგლოცოს, გვაქურთხოს და მოგცეს ძალა, რომ ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესიის სახე არ დავკარგოთ. უფალმა ამისთვის მოგცეს ძალა და უამრავი სიყვარული. უფალი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი. ამინ.